ციხისავდე მყოფაში ხო არის ბაზარი ჩვენი ციხისავდე მყოფაში ხომ არ არის ციხისავდე მყოფაში მოდი პირად ნომერს გეტყვით ჩვენ ვიპოვეთ ბაჩიაშვილზე თავდამსხმელი დავადგინეთ ყველაფერი 27 წლის პატიმარზე და მივაკითხეთ ციხეების უფროს რომელიც ვერ წარმოედგენდა რომ მისი სისტემიდან ამ ინფორმაციამ გამოჟონა თქვენ ნახეთ როგორც ემგნენ ვინ იყო ეს პატიმარი გარედან შეიყვანეთ ჩვენ ვიპოვეთ ბაჩიაშვილზე თავდამსხმელის ოჯახი რომელსაც დაუმალეს და არ უთხრეს რომ მათი პატიმარი ციხის საკანში მომხდარი სისხლიანი გარჩევის ფიგურანტია. გამოუშვეს, წაიყვანეს გლაში ბაჩიაშვილის სამეფო და წაიყვანეს უკან. 27 წლის თავდამსხმელი სასჯელს სულ სხვა ციხეში იხდიდა და კრიმინალური სამყაროს ხელდასმით მაყურებლად იყო განწესებული. ავტორიტეტია? მაყურებელია? ციხე ბაჩიაშვილზე თავდამსხმელს მრავალწლიანი პატიმრობის შემდეგ ერთ თვეში უნდა დაეტოვებინა. თუმცა მას საპყრობილე შეუცვალეს, გლდანში გადაიყვანეს და ბაჩიაშვილს შეუსახლეს. ახი რომელ დაწესებულებაში ზის სასჯელ აღსრულების? ქსნის დაწესებულებაში. ქსნის? გლდანში ხომ არ გადაუყვანიათ ბოლოს? მე არ მაქვს ეგ ინფორმაცია. რა გარიგება შედგა ბაჩიაშვილზე ანგარიშწორებისთვის კრიმინალურ სამყაროსა და ივანიშვილის ხალხს შორის? ჯინსი შარვალი როგორ ეცვა ბატონ პატა ჯინსის შეტანა არ შეიძლება ციხეში. ვის ეცვა ჯინსის შარვალი? ვინ შევიდა ბაჩიაშვილთან? არ ვიცი მე ხდე. იუსტიციის მინისტრი, რომელსაც ციხეები აბარია, ვერ ამბობს სად არის მინიმუმ შუალედური გამოძიების შედეგები და რატომ ალავენ კადრებს, სადაც თავდასხმა უნდა იყოს სასახული. მე ვეცნობ მისებული მსახურებს ვიდეო არ გინახავთ? მეც ვერაფერს ვერ გეტყვით. ამოვაკვეთნებთ ამ ვიდეოს, მე ხო არ აღმოჩნდება რომ წაშლილია. ჩვენ მოვიპოვეთ ბაჩიაშვილის სამედიცინო დასკვნა ვივამედიდან. აქ აღწერილია ჭრილობები და დაზიანებები. ვივამედი თავაწერს, რომ დაკვანილი ბაჩიაშვილისთვის აცრების ჩატარება აუცილებელია. რა დიაგნოზის მატარებელი იყო ის პაციენტს უკბინა. რა დაავადება ჰქონდა? შიც, ჰეპატიტი, რაღაც იქნება სპეციალურად შეუგზავნეთ ასეთი დაავადებული ადამიანი. ბაჩიაშვილის დედა, რომელსაც ივანიშვილების ოჯახთან წლები აკავშირებს, რომელსაც ოლიგარქმა შვილების და მშობლების ჯანმრთელო ბანდო დღეს 8 საათზე მოყვება ყველაფერს, რაც აქამდე უთქმელი რჩებოდა. ყველაზე შედეგი მსხვერპლია რატომ? გიორგის უარის კომარიმაში აღმოჩნდა და გაუძლებს თუ არა არ ვიცი. როგორ ანადგურებენ ოჯახს, რომელმაც ივანიშვილის ბიზნეს იმპერიის მშენებლობას წლები მოანდომა. ნახეთ დღეს საღამოს 8-ზე. ივნისში რატომ ჩარიცხეთ ზუსტად 15,000 ლარი ბატონო რუსლან, ქართული ოცნების ყოლაბაში. თორნიკე ჟვაძის პოსტიდან გადაყენების შემდეგ ქართული ოცნების ანგარიშზე აჭარიდან მილიონზე მეტი ჩაირიცხა. ნაწილი ბიზნესია, მაგრამ ვინ არის სხვა ხალხი, ვისი ფულის წარმომავლობა ძალიან საეჭვოა. ალექსი ახვლედიანის მეგობარი ხართ? ბატონო ალექსი გთხოვათ, სოფელი ჩაგერიცხათ. შაბათის გუნდმა კარდაკარ ჩამოიარა ადამიანები, ვისაც რიჟვაძის პოსტიდან გაშვების შემდეგ ოცნებისთვის ფულის ჩუქება მოუნდა. საიდან გაჩნდა ეს ხალხი მის ანგარიშზე? ვინ ჩაურიცხა, ქეშად მიცეს? მისი ნამდვილად არ იქნებოდა. ხალხი, ვინც ქართულ ოცნებას ფულის საჩუქრად გადაურიცხა, მანამდე არასდროს არც ერთ პარტიას თანხას არ სწირავდა. ჩვენ დავსვით კითხვა, შედიოდა თუ არა ოცნების ანგარიშზე ფული, რომ თორნიკე ჟვაძისათვის თავი დაენებებინათ. უბრალო მეზღვაურს ამხელა თანხა როგორ გაუჩნდა? შაბათის გუნდმა გამოიწია. ხალხი, ვინც თითქოს ოცნებას ფულს ჩუქნიდა, ერთი წლიდანაა საზღვაო აკადემია, საინჟინრო სასწავლებელი და მეზღვაურები. ვინ ჩაგერიცხათ ანგარიშზე 50,000 ლარი? ვინ დგას რეალურად მათ უკან? გიყვებით შაბათს 8-ზე. ათობით სპეცრაზმელმა დატოვა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი. რამდენი ადამიანი წავიდა? ხარებას შურისძიება. სპეცრაზმიდან ხალხი ერთი მეორის მიყოლებით მიდის. თავისი ნებით წავიდნენ. რამდენი ადამიანი წავიდა? ერთგანთვის არა საინტერესო. 8 საათზე შაბათის ეთერში გაიცანით კაცი, ვისაც ხარებას ნაცვლად დარბევები ჩააბარეს. ცად წაიყვანა ხარება მეს ხალხი თავის დაჯგუფებას. წავიდა ხარება სანდო ხალხი ბატონო მილერი და მიდიან ქვედარგოლებიდან. ათობით ადამიანი წავიდა და რის გამო? სად მიყავს ხარებას დარბევების ოსტატები? მოგიყვებით დღეს შაბათის ეთერში. ხარებას მოშორების შემდეგ ეს ადამიანები დემარშის გამოწავიდნენ? არ ვიცი. ვინმე მფარველობდა ამ ტრანზიტს? ვინ მფარველობდა ნარკოტიკების ტრანზიტს საქართველოს გავლით? 300 კილო ჰეროინი როგორ შემოგებარათ ქვეყანაში? შაბათის გუნდმა დაადგინა, რომ დაკავებამდე
290 კილოგრამი ჰეროინით დატვირთულმა ტრაილერმა საქართველოს ორი საბაჟო საკონტროლო პუნქტი ისე გაიარა, რომ შემოწმებამ ვერაფერი იპოვა. გადაღება არ შეიძლება. ჟურნალისტები არიან დევნა. 85 მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკების საქმეზე მხოლოდ ტრაილერის პენსიონერი მძღოლია დაკავებული. სად არის ის ხალხი, ვინც ტვირთის გატარების საქმეს ალაგებდა? ხომ არ გქონდათ შეთანხმება რომელიმე ორგანოსთან, რომ რაღაც უკანონო ქმედებებში დახმარებოდნენ მათ. აგურებში ჩამალული ნარკოტიკი საქართველოს გავლით როტერდამის პორტში უნდა ჩაეტანათ. ჩვენ ვიპოვეთ კომპანია, რომელმაც ტვირთის გადაზიდვის დაკვეთა მიიღო. ამ კვეთი ვინც არის, ისიც შუამოვალი რგოლია. მე არ ვიცი ის შუაშია, რა შუაშია რა არის და ეს უკვე მე არ მეხებ. გუგუთმა ნარკოტიკებით სავსე ტრაილერი გაატარა. ფოთმა ტვირთში ეჭვი ვერ შეიტანა. დიდი ოდენობით ნარკოტიკი საქართველოდან უკვე ევროპაში იქნებოდა გაგზავნილი, რომ არა ბათუმელი მებაჟე, რომელმაც ეს ოპერაცია ჩაშალა. მეგონი პატარა ბავშვიც მიხვდება, რომ არც ერთ ტრაილერის მძღოლს არ მიუწდება ხელი მაცალაფახაშარა. თუ სქემა წინასწარ დალაგებული არ იყო და ნარკორეალიზატორებს გარანტიები არ ჰქონდათ, როგორ გაუშვებდნენ ამ მარშრუტზე ტვირთს, რომლის ღირებულებაც 85 მილიონი დოლარი იყო? დათო გადმოვიდა 4 დღე არის. სიკვდილით სავსე ქალაქი. გარდაცვლილებზე ვინ აგებს ბატონო კახი პასუხს? 40 წლის კაცი, რომელიც სადგურის მოედანზე ნგრევას ემსხვერპლა, ბაზარში საკიდლებზე იყო. იმ დღეს დიდი შრომის შედეგად ნაყიდ პირველ ბინაში ახალ სახლობა უნდა ეზეიმა. ხორცი უნდა ეყიდათ, ყველი უნდა ეყიდათ, რომ დააღვნიშნოთო ახალ მოსახლეობა. ხალხის სიკვდილზე მერია პასუხისმგებლობას არასდროს იღებს. არადა არსებობს დოკუმენტები, რომ თავად მერიის ლაბორატორია წერდა ამ შენობის ნგრევის საფრთხეებზე. შენობები არ ინგრევა, თბილისი ხო სიკვდილით სავსე ქალაქი გახდა. ამავე დოკუმენტში წერია, რომ შენობაში სასწრაფოდ გამაგრებითი სამუშაოებია ჩასატარებელი. ამის შესახებ კალაძემ 2023 წლის იანვარში იცოდა. რატომ დააიგნორეს მათივე უწყების ოფიციალური დასკვნა? თქვენ ახლა ეს თემა რატო გააქტიურეთ? თუ სიცოცხლისათვის საშიში შენობიდან მობინადრეები ვერ გამოყავდათ, მაშინ რატომ არ მოხსნეს შენობის ის ფრაგმენტები, რომელსაც მეტრიანი ბზარები ჰქონდა და ხალხმრავალი ქუჩის თავზე იყო დაკიდებული? მხოლოდ მერია ამ პრობლემას ვერ მოხსნის. 10,000 შენობა, სადაც ცხოვრება საშიშია. ეს არის ბზარი. ბზარის გალესვა, მეგობრებო, არის იგივე, რომ მოტეხი ფეხზე გაიკეთო სანტავიკი და საცეკვაოდ წახვიდე. მილიონები ასობით უაზრო პროექტში რომ იხარჯება, როგორ არის მიტოვებული ხალხი ამ დროს შენობაში, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს. მანქანები რო გაივლიან ხოლმე სანზარებს სახლები. ქალაქი, სადაც სიცოცხლე უბრალოდ არ ფასობს. დღეს 8 საათზე 20 მილიონი ჯდება ერთი სახლის გაკეთება. ამ ეთერში თქვენთვის გამომძიებელ ჟურნალისტებს მოსაყოლი ბევრი გვაქვს. ამიტომ ხვდებით აქ, საღამოს 8-ზე.